როცა მთიან რეგიონში ზაფხულის გატარებას გეგმავ, ალბათ იშვიათად თუ წარმოიდგენ, რომ აქ ისეთი გამოცდილების და თავგადასავლის მიღებასაც შეძლებ როგორცაც სადმე, ზღვის სანაპიროზე. რაჭაში მოხვედრისას კი მეხვდები, რომ აქ სულ სხვანაირი ზაფხული დგება. აქ პატარა მთის მდინარეებმა სრულად უჩვეულო გამოცდილების და თავგადასავლების წერა წლების წინ დაიწყეს. ხმაური გართობა, თავგადასავლები, ის შრიამული, რომელიც ამ რეგიონს ხშირად ყველაზე მეტად აკლია ხოლმე, ეს ყველაფერი იქ იწერება და იქმნება, სადაც როდესღაც ბავშვობის წლებმა სრულ სიმშვიდეში ჩაიარა. ეს სივრცე ჩემთვის ასეც ირდება ბავშვობასთან. ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული ამ მდინარეზე და აი ყოველთვის რაღაც აი ბავშვები როცა ვიყავით პატარები, ხან წყალი გვინდოდა, ხან რაღაცა წვენი და ამის საშუალება რა თქმა უნდა არ იყო და გამომდინარე აქედან, როცა გავიზარდე უკვე და მივხვდი რომ მოთხოვნა იყო ბაზარზე, შემდეგ უკვე გამიჩნდა ეს იდეა. ორი სოფლის გზაგასაყარზე ამბროლაურიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდინარე რიცეულად ჩამოდის, ბარიც აქ განთავსდა. იქ სადაც ბავშვობის მოგონებები იქმნებოდა, სახელიცეთი შეირჩა მარტივი, გასაგები და ყველასთვის ნაცნობი. მდინარეზე, ასე ხქვია ამბარს. მთავარი ნაწილი მაინც სანაპიროა, თუმცა მთებში ჩაფულ სანაპიროზე სტუმრებს თითქმის ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეუძლიათ. თავიდან იყო ძალიან რთული აქამდე მოსვლა, იმიტომ რომ თავიდან ფაქტობრივად ძალიან მიჭირდა დამხმარე პერსონალის პოვნა. თუმცა აი წელს უკვე თვითონ მოდიან ეს ახალგაზრდები, ძირითადად 18-19, თუმცა 22 წლამდე ასაკის ბავშვები და მეუბნებიან, რომ აი გვინდა მუშაობა და დაგვასაქმე და ფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს, რომ რაღაცა ერთმანეთს რო ხედავენ, რომ ერთი მუშაობს, მერე მეორესაც უნდება მუშაობად. 80 წლიდან წლამდე იზრდება ოგვოყვებიან, თუმცა აქამდე მოსასვლელად გრძელი რთული პროცესები იყო გასავლელი. განსაკუთრებულ გამოწვევად მაინც დასაქმებულების მოძიება იქცა, თუმცა რეალობა ამ მხრივაც ეტაპობრივად შეიცვალა. ალკოჰოლური სასმელებით, არაალკოჰოლურიც, ძირითადად სწრაფი მომზადების კერძები, კი ბატონო, ტოსტები, ჰოთ-დოგები, ფრი, რაც უფრო მარტივია, ეხლა მდინარეზე ხო მისი საშუალებაც გვაქვს, ამას თავაზობთ მომხმარებელს და სხვა შორის მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. იზრდება, როდესაც ხედავ, რომ ყველა სეზონზე უფრო მეტ ადამიანი სტუმრობს, ხვდები, რომ რაღაც სიახლეც უნდა შემატო, რაღაც ისეთი უნდა გააკეთო, რაც სტუმრებს რაჭულ დღეებს უფრო გაუმრავალფეროვნებს. ბოლო წლები აქ სეზონის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება იმართება. რაჭულ მთებში ელექტრონული მუსიკის ხმებიც ისმის. მდინარე კი, რომელმაც ყველაფრის შექმნას საფუძველი ჩაუყარა, ყოველ ზაფხულს რამდენიმე თვით ახმაურდება ხოლმე.